საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურვა და დღეს წარმოგიდგენთ. ევროკავშირი თუ პატრიოტიზმი, რატომ გამორიცხავს ერთი მეორეს? პროპაგანდის ახალი ხაზი თუ რეალური საფრთხე? ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი, ლეგიტიმაციის დასტური ქართული ოცნებისთვის და განაწყენებული ოპოზიცია, რა ითქვა საჯაროდ და დახურულ კარს მიღმა. დაძაბულობა ოპოზიციაში და ახალი პოლიტიკური მოთამაშე. პარტიად რეგისტრირებული პრორუსული ალტინფო. ჯარიმები აქციის მონაწილეებს და ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის პირებს, ვინც ავტომობილს არ მართავს. გაურკვევლობა ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკის მიღმა. უკრაინის საკითხზე ლონდონის მოლაპარაკებები დაგეგმილ ფორმატში არ შედგა. სამშვიდობო პროცესების დაზიანების ბრალდება ზელენსკის და ტრამპის საბოლოო წინადადება. მშვიდობა ოკუპაციის ფასად, ვის ინტერესში შედის ზავის გადადება. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურვასთან ერთად. ევროკავშირი თუ სუვერენიტეტი, ევროკავშირი თუ პატრიოტიზმი. ასე გააქტიურდა საკითხი ბოლო დღეების განმავლობაში. თემა დღის წესრიგად ქართულ ოცნებაში აქციეს, თუმცა ვინ არის ის, ვინც საქართველოს ამ არჩევანის წინაშე აყენებს, დაზუსტებული არ არის. ევროკავშირი თუ სუვერენიტეტი, რატომ გამორიცხავს ერთი მეორეს, მაშინ, როდესაც ევროკავშირი პატივს სცემს, აღიარებს და მხარს უჭერს ყველა წევრი ან კანდიდატი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენულობასა და ტრადიციებს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიტაცებული აქვს მისი ნაწილი, რუსეთია. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ზიანს აყენებს და არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, რუსეთია. სწორედ პუტინი და მისი ხელისუფლებაა, ვინც პერიოდულად ახსენებს საქართველოს, რომ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს. პუტინის რუსეთია ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა აღიარა. პუტინია ოკუპანტი ქვეყნის ის ლიდერი, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გაძლიერებას. ეს ის პუტინია, რომელიც მოჩვენებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთო უკრაინის საკითხთან დაკავშირებითაც. თუმცა გვიან ღამით დედაქალაქი კიევი დაბომბა. უკრაინის საკითხზე ლონდონის მოლაპარაკებები დაგეგმილ ფორმატში არ შედგა. ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროგრესით და მას მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არასწორი მიმართულებით მოძრაობს. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლევიტმა გაავრცელა. თავად დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთთან უკვე აქვს შეთანხმება, ახლა კი ამას ვოლოდიმირ ზელენსკისთან უნდა მიაღწიოს. პარალელურად ის ამბობს, რომ შეთანხმება ორივე ქვეყანასთან აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრემლი კმაყოფილია ყირიმის შესახებ ტრამპის განცხადებით, რომელიც ასეთი შინაარსისაა. უკრაინამ ყირიმი რუსეთს უბრძოლველად გადასცა 11 წლის წინ. ზელენსკი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს. მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან იომოს კიდევ 3 წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე. იერიში უკრაინაზე კი ისევ განხორციელდა. ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხნენ როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე ბალისტიკური რაკეტებით. არის მსხვერპლი, მოკლულთა შორის არიან ბავშვები. კიევის მერმა 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა. მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის კიდევ 10-მდე რეგიონში. გვიანი ღამის თავდასხმის შემდეგ დღეს დონალდ ტრამპმა პუტინს შეჩერებისკენ მოუწოდა. არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე, დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში. არასაჭიროა და ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი. კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება, დაწერა ტრამპმა. რა პერსპექტივა აქვს ცეცხლის შეწყვეტაზე ტრამპის მედიაციას და რა შედეგი დადო ლონდონის მოლაპარაკებამ? რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, როგორია პოლიტიკური წიაღსვლები? ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ გადაცემაში. დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი მელაშვილი, ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, აკა ზარქუა, ონლაინ გამოცემა რეალ პოლიტიკის რედაქტორი, ვლადიმერ ბოჟაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელი და თამარ გუგულაშვილი, მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი ევროპარლამენტში. საუბარს კი დავიწყებთ ჩვენ გიორგი მელაშვილთან. ბატონო გიორგი, საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ გვითმობთ დროს, იმედია გესმით ჩემი ხმა. საღამო მშვიდობის, მადლობა დაპატიჟებისთვის და მივესალმები თქვენს მაყურებელს.
ბატონო გიორგი, ევროკავშირი თუ სუვერენიტეტი, ახალი ნარატივი გაჩნდა პოლიტიკურ დღის წესრიგში, რა საფუძველი აქვს ქართული ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი მისწრაფების და ღირებულების აი ასეთ დაპირისპირებას? არის ეს რეალური წინააღმდეგობრივი მოცემულობა, თუ არის ეს სრულად პროპაგანდისტული კონტექსტი? ხო, ნამდვილად ეს არ არის რამე ადეკვატური შეფასება, ან ეს დუალიზმი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რა თქმა უნდა, არ ეფუძნება არანაირ რეალურ გარემოებებს. ევროკავშირი, ნატო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაერო, თუ გნებავთ, ყველა ეს ორგანიზაცია რეალურად ჩვენ გვეხმარება ქართული ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაში და ერთადერთი სახელმწიფო ორგანიზაცია, სტრუქტურა, რომელიც უქმნის საფრთხეს ქართულ სუვერენიტეტს არის, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია. როგორც ევროკავშირი, ასევე შეერთებული შტატები, ასევე ნატო პირიქით გვეხმარება ამ სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. ეს არის ფუნდამენტური ბაზისი ჩვენი ურთიერთობების და როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს აგვისტოს ომის პერიოდში, მას შემდეგაც ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, რომლის მთავარი მხარდამჭერი არის სწორედ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, არანაირი დუალიზმის სუვერენიტეტსა და ევროკავშირს შორის ან არანაირი დაპირისპირება ამორცნებას შორის უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს. პირიქით ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის მთავარი შესაძლებლობა, გარანტია, გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრება პირდაპირ გადის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ხაზზე. ეს არის ის მაქსიმა, საგარეო პოლიტიკური ინტერესი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია უკანასკნელი სულ მცირე 30 წლის განმავლობაში და ზუსტად ამისთვის იბრძოდნენ ქართველი დიპლომატების თაობები. ეს ორაზროვნება, ეს დაპირისპირება არავისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ ყოფილა. ბატონო გიორგი, აი როგორ ფიქრობთ, ვისზეა გათვლილი და რითია ნაკარნახევი ახლა ამ გზავნილის გავრცელება? ან რატომ გამორიცხავს ევროკავშირის სუვერენიტეტს? აი როგორ ეწინააღმდეგება ერთი მეორეს? ხო, ეს გზავნილი გათვლილი არის ალბათ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ იცნობენ როგორ მუშაობს ევროკავშირი, არ იციან როგორ ოპერირებს ეს ორგანიზაცია და საბოლოო ჯამში გათვლილი არის იმ ადამიანებზე, რომლებიცთვისაც უფრო მისაღები არის საქართველოს განვითარების რუსული ვექტორი, ვიდრე ევროპული. როგორც უკვე თავიდან აღვნიშნე, ევროკავშირი არის ჩვენი რეალური სუვერენიტეტის მთავარი მხარდამჭერი, მთავარი გარანტორი და არანაირი საფრთხე ევროკავშირისგან ჩვენი სუვერენიტეტისთვის ფიზიკურად არ არსებობს. თუ ვინმე ამაში ეჭვეპარება, შევხედოთ უნგრეთს, რომელიც უამრავ პრობლემას ქმნის ევროკავშირის შიგნით, მაგრამ არანაირი შეზღუდვა უნგრეთის სუვერენიტეტს არ ხდება პირიქით ამ სახელმწიფოს მცირე ეკონომიკური პოტენციალის, მცირე სამხედრო პოტენციალის მიუხედავად მისი საგარეო პოლიტიკური ზონა არის გამოწვეული სწორედაც რომ ევროკავშირის წევრობის, სწორედაც რომ ვეტოს უფლების ქონით და სხვა საკითხებით, რომელიც პირიქით უნგრეთის მცირე სახელმწიფოს ზონას გაცილებით უფრო ზრდის, ვიდრე რამდენადაც ამცირებს ან აკავებს. ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, ან რეჟიმზე, რომელიც ცდილობს ავტორიტარული დილემების წარმოქმნას, ისინი ყოველთვის ცდილობენ არარსებული გამოწვევების გამოგონებას. ეს არის პროპაგანდისტული ხრიკი, იერი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ყველა ტიპის პროპაგანდაში, ეს არის მტრის ხატის შექმნა და მისი ჩანაცვლება. თუ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოში მთავარი მტერი სახელმწიფო არის რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, რომლის სინდისზე არის 300,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჩვენ სამშობლოში, ხდება ამ ცნების ჩანაცვლების მცდელობა და ფსევდო დილემის წარმოქმნა. ორველთან არის ეს ძალიან კარგად აღწერილი, ისე როგორც პროპაგანდის ნებისმიერ სხვა მკვლევართან. კი ბატონო. ხელოვნური მტრის და შემდეგ არის მცდელობა, რომ ამ ხელოვნური მტრის ხატის ირგვლივ მოხდეს მობილიზება. კი ბატონო, აი ეს მინდა გავაგრძელო ეს კონტექსტი, ეს შინაარსი. კონკრეტულად აი ეს დუალიზმი ახალაზეც ჩვენ ვსჯელობთ, რაში სჭირდებათ ავტორებს, რისი თქმა შეიძლება და ზოგადად აი როცა დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე საუბრობთ, რისი თქმა შეიძლება, რამდენად მრავალრიცხოვანი აუდიტორია, მოწყვლადი აუდიტორია, დეზინფორმაციისადმი მოწყვლადი
განსხვავებული აუდიტორია, რა ვითარებაა საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონში, ვინაიდან კვლევები პერიოდულად აჩვენებს, რომ დედაქალაქისგან ამდენადმე განსხვავებული მდგომარეობაა რეგიონებში და ასევე ეს პროპაგანდისტული ნარატივების, პროპაგანდისტული დეზინფორმაციის შემოტანა, რა გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, რამდენად აზარალებს ეს ამ პროცესებს? ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ სერიოზულად აზარალებს, იმიტომ რომ როდესაც ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა ჩვენ საუბრობდით ევროკავშირის 9 და 12 რეკომენდაციაზე, ერთ-ერთ პირველ ადგილზე ყოველთვის იყო ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა, რომლის წყაროები საქართველოში სამწუხაროდ არის საკმაოდ მრავალფეროვანი. ეს წყაროები არის როგორც სამთავრობო მედიიდან წამოსული ხშირ შემთხვევაში, ასევე პირდაპირ რუსეთიდან წამოსული. ასე რომ ეს ანტიდასავლური ნარატივები, რომელიც ჩვენ მუდმივად გვესმის, არის აი ამ ცუნამის ტაქტიკის პროპაგანდაში არსებობს ეს ტაქტიკა ცუნამი, როცა ხდება ადამიანის ბომბარდირება უამრავი სხვადასხვა ტყუილით, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ შეიძლება ადამიანისთვის სრულიად მიუღებელი იყოს, ნაწილი ნელ-ნელა ილექება და მთავარი მიზანი არის სწორედ დალექვა და საბოლოო ჯამში წარმოქმნა ფსევდორეალობის. ან ნებისმიერი პროპაგანდა ქმნის ფსევდო ცრუ რეალობას. როგორც ჩვენ ვისაუბრეთ ამ ცრუ დილემაზე ევროკავშირსა და სუვერენიტეტს შორის, ზუსტად ასევე პროპაგანდა ცდილობს გამოიყენოს ეგრეთ წოდებული ოვერტონის ფანჯარა. ეს არის ნარატივი, ჯერ მცირე, რომლის მთავარი მიზანი არის აუდიტორიის შემზადება უფრო დიდი ტყუილისთვის. ანუ პატარა ტყუილების მეშვეობით, რომელთა ნაწილი შეიძლება საერთოდ ნახევრად სიმართლეც კი იყოს, ხდება ადამიანების შემზადება და მერე უკვე ამ დიდი ტყუილით ადამიანების მოტყუება. ჩვენ შემთხვევაში საქართველოს განსაკუთრებით მოწყვლადი არის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ორი ტიპის პროპაგანდა. ერთი არის ავტორიტარული თავისი ხასიათით და მისი მიზანი არის ზოგადად საზოგადოებაში ნიჰილიზმის გათესვა დემოკრატიული ფასეულობებისადმი და დემოკრატიისადმი, ხოლო მეორე ეს არის უშუალოდ რუსეთიდან მომავალი პროპაგანდა, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოს დაშორება, ჩახსნა ჩვენი მოკავშირეებისგან დასავლეთით. ამ ორი გამოწვევის წინაშე ვარ დღეს. დედაქალაქსა და რეგიონებს შორის განსხვავება არის ჩემი აზრით ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ სიმართლე არის პრინციპში ერთი და იგივე. თბილისშიც, ხულოშიც, შუახევშიც, ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხდება ამ სიმართლის სათანადოდ მიტანა და ასევე ის მედია დისბალანსი, რომელიც არსებობს, არ უწყობს ამას ხელს დანამდვილებით. კი ბატონო, აი პასუხისმგებლობის ნაწილზეც მინდოდა მე კითხა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროპაგანდისტული ნარატივები იმ შემთხვევაში თუ ის მოდის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მაშინ ვისი პასუხისმგებლობის ნაწილი ხდება დაპირისპირება ამ პროპაგანდასთან და როგორ ვინ უნდა ან რა გასაგებია რომ რაღაც ერთი რეცეპტი შეიძლება არ არსებობდეს და არის აქ კოლექტიური მიდგომა საჭირო, მაგრამ მაინც საინტერესოა ვის რა წვლილი შეტანა შეუძლია იმისათვის რომ დეზინფორმაციამ არ დააზიანოს საბოლოოდ ქვეყანა და საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რაღაც ეტაპობრივად რაღაც მცირე ნაწილს, მაგრამ მაინც სჯერა ამ დეზინფორმაციული ნარატივების და სწორედ ამ ნარატივის გავლენის ქვეშ არის. წლების განმავლობაში არსებობდა ცოტა არასწორი დამოკიდებულება მათ შორის პროპაგანდისადმი, იმიტომ რომ რატომღაც დაილექა მოსაზრება, რომ პროპაგანდის არ უნდა უპასუხო. ეს ასე არ არის, საჭირო არის რომ პროპაგანდა მიიღოს პასუხი, საჭირო არის რომ ეს პასუხი იყოს კარგად გაზომილი და სათანადო და ის რომ აქამდე აქტორები, რომლებიც უშუალოდ რუსეთიდან ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს, აქტორები, რომლებიც საქართველოს შიგნით ცდილობდნენ დასავლეთისადმი ნიჰილიზმის დათესვას, ამას ახერხებდნენ ყოველგვარი პასუხის გაცემის გარეშე, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან პრობლემური. კიდევ უფრო სამწუხარო არის, როდესაც ხდება ორი სხვადასხვა აქტორის ინტერესების თანხვედა. ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრება პლუს ანტიდასავლური პროპაგანდა. იმიტომ რომ რატო არის დასავლეთი ამ პროპაგანდის მთავარი სამიზნე? იმიტომ რომ დასავლეთი ნიშნავს დემოკრატიას, დასავლეთი ნიშნავს კანონის უზენაესობას და ბუნებრივი არის თუ სახელმწიფოს უნდა გაწევრიანება ევროკავშირში, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა დანერგოს ნორმალური თანამედროვე მმართველობის ინსტიტუტები. ეს თუ არ ხდება, ამ შემთხვევაში ხდება აუცილებელი ამისი რაღაცნაირად ახსნა და ხშირად ხდება ამის ახსნა პროპაგანდის მეშვეობით. ასე რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება, პასუხისგებლობა, რომ სათანადოდ
დავუპირისპირდეთ იმ აღვირახსნილ პროპაგანდას, რომელსაც ჩვენ ვისმენთ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამწუხაროდ ქვეყნის შიგნიდან. კი ბატონო, აი ბოლო კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ. საზოგადოებას ასევე ესმის განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირი ახლა აქეთ უნდა გთხოვდეს გაწევრიანებას და ახლოვებას, რომ ახლა ბურთი მათ მოედანზეა, რომ დაიწყონ პროცესები და საქართველოს ახლაც მზად არის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების მიზნით ნაბიჯების გადასარქმევა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ თავად გამოაცხადა ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების პროცესის გადავადების შესახებ. ურთიერთობები რომ უკიდურესად დაზიანებულია, ამას ყველა ხედავს. რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს და არსებობს თუ არა რესურსი დავეწიოთ იმ ნიშნულს, სადაც ახლა ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყანა იმყოფება? ხო, ევროკავშირმა ნამდვილად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მას გააჩნია კეთილი ნება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი რეკომენდაციები არ იყო შესრულებული, ჩვენ მოგვეცა ერთგვარი საჩუქარი არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს არის უფრო დაფასება, მაგრამ წინსწრებით ჩვენ მივიღეთ ეს კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ მოხდებოდა აუცილებელი რეფორმების ჩატარება. ამ რეფორმების ჩატარება სამწუხაროდ არ მარტო არ მოხდა, არამედ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი უკუსვა რუსული კანონის სახით, შემდგომ კიდევ უფრო გაუარესება გარუსებული ფარასთარგმანით და ასე შემდეგ, ანუ მოხდა პირიქით იმის ნაცვლად, რომ გაუმჯობესებული იყო და ჩატარებული იყო მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც აისახებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე, ჩვენ პირიქით მივიღეთ უფრო მეტი ანტიდასავლური ნაბიჯი, აი ამიტომაც გეკითხებით, რაიმე რესურსი დარჩა თუ არა, ისევ დავუბრუნდეთ თუნდაც იმ ნიშნულს, სადაც გავწყვიტეთ ურთიერთობები, ან არსებობს თუ არა იმის რესურსი, რომ დავეწიოთ როგორმე იმ ორ ქვეყანას, რომელიც ჩვენთან ერთად იყო ასოცირებული ტრიოს ფორმატში. კი, პოტენციალი ნამდვილად არსებობს საქართველოს ქონდა გარკვეული ფორა უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ამას ემატება ის, რომ უკრაინაში მოგეხსენებათ ომი მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე მათი პოზიციები ცოტა უფრო მძიმე არის. შესაბამისად, რესურსი დაწევის 2030 წლამდე ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამას ჭირდება პოლიტიკური ნება, ამას ჭირდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად უპირველეს ყოვლისა და კომპრომისი. კომპრომისი არის დასავლური სტრუქტურის და ევროპულობის ერთ-ერთი ფუნდამენტი. მადლობა თქვენ, მადლობა, მოვისმენეთ საინტერესო ანალიზი, მადლობა თქვენი დროისთვის. დაგემშვიდობებით, ჩვენ ვსაუბრობდით გიორგი მელაშვილთან, ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი პირდაპირ ეთერში. ჩვენ შეგვიძლია შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში აკაზარქვა რეალპოლიტიკის რედაქტორი. საღამომშვიდობისა, მადლობა რომ გვერდებით. მადლობა, ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბროთ უკრაინასთან დაკავშირებით, ლონდონში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან და ამ ფორმატთან დაკავშირებით და პირველი კითხვა მექნება ასეთი. ტრამპის თქმით, რუსეთთან უკვე არსებობს შეთანხმება, ახლა კი ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ ამ შეთანხმებასო, თუმცა პარალელურად ამბობს, რომ ორივე ქვეყანასთან აქვს უკვე მას შეთანხმება. თუ ეს ასეა, მაშინ რითი აიხსნება ის, რომ ლონდონში მოლაპარაკებები დაგეგმილ ფორმატში ვერ და არ ჩატარდა და პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან უმაღლესი რანგის წარმომადგენლები გამოეთიშნენ. მოკლედ, გთხოვთ რომ შევაფასოთ ეს შეხვედრა და რა იცით შედეგების შესახებ? ხო, ანუ აქ ეს გასწორად მივუთითეთ ტრამპის არათავმიმდევრულობაზე, ერთგვარად რიტორიკულ არათავმიმდევრულობაზე და ეს მას ახასიათებს. პირველი ვადის დროსაც ჰქონდა მას რაღაცა ესეთი მიდრეკილება, თუმცა მეორე ვადაში ეს მასშტაბები და სიმძაფრე ამ არათავმიმდევრულობის აშკარად გაზრდილი, ხო, ანუ გავიხსენოთ, რომ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ტრამპი ამბობდა, რომ 24 საათში დაასრულებდა ამ კონფლიქტს. და შემდეგ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა ამ ნათქვამში იყო რაღაც ირონიაო. ხო, ანუ რეალურად დონალდ ტრამპის, ანუ რაც ხდება მოლაპარაკებების უბლივ არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდათ შემუშავებული გეგმა თუ როგორ უნდა დარეგულირებული იყო ეს კონფლიქტი გრძელვადიან, ანუ ეგრეთ წოდებული დიდი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც შეთანხმდა 17 აპრილს პარიზში გამართული შეხვედრის დროს
ეს წაღუდგინეს უკრაინელებს და შეხვედრის დასრულების შემდეგ რომელსაც ესწრაფოდნენ ასევე ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები გააცნეს რუსეთსაც ეს ყველაფერი, ანუ კიევს ჰქონდა დაახლოებით 10 დღე, ერთი კვირა, სადღაც ამ წინადადებაზე საფიქრად და შემდეგ უკვე აი ამის და შემაჯამებელი შეხვედრა უნდა გამართულიყო ლონდონში, აი ამ ჩარჩოზე უნდა შემდგარიყო საბოლოოდ თანხმობა, რომლის წარმატების შემთხვევაშიც უკვე აი ამ შეთანხმებით, უკრაინასთან შეთანხმებული დოკუმენტით ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი გაემგზავრებოდა მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან რიგით მეოთხე შეხვედრის გასამართად. ეს იყო თავდაპირველი გეგმა, თუმცა როგორც ნახეთ ჩვენ ეს ვერ შედგა ეს შეხვედრა, უბრალოდ შედგა, მაგრამ შედგა გაცილებით უფრო დაბალ დონეზე. შეეხება ამერიკის წარმომადგენლების, მაღალი წარმომადგენლების არ ყოფნას, აქ ამერიკულ მედიას თუ დაუჯერებთ, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინამ განაცხადა, რომ ლონდონში გასამართ შეხვედრაზე მზად იქნებოდა განეხილა პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტა ერთთვის ვადით და შემდეგ უკვე ეს დიდი შეთანხმება. და ამის შემდეგ გადადო მარკო რუბიომ თავისი ვიზიტი, ანუ ეს იყო უკმაყოფილების გამოხატვა უკრაინის პოზიციის მიმართ და ხო ანუ ეს იყო თქვათ რაღაცა ის შეჯახება ინტერესების რაც კი ბატონო, აქ რომ დავაზუსტოთ, უკრაინის უპირველესი მოთხოვნა არის ცეცხლის შეწყვეტა, ამ 30 დღეზეა საუბარი და მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებს ხდის ზელენსკი ნებისმიერ მოლაპარაკებას, დღეს მისი განცხადება იყო ასეთი, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებისთვის რომ მზად ვართ, ეს ძალიან დიდი დათმობაა ჩვენი მხრიდანო. აქ მინდა ასეთი რამ გკითხოთ, როგორი არის ტრამპის შეთავაზება ეს ბოლო წინადადებები ეგრეთ წოდებული, რასაც ქვია, რას ითხოვს ზელენსკისგან ოკუპაციის სანაცვლოდ მშვიდობას? ასე უნდა მან შეასრულოს ის ვალდებულება, რაც აიღო, რომ აუცილებლად დაასრულებდა ამ ომს. ხო, ანუ დონალდ ტრამპის მიერ წარგენილი ეს მომზადებული გეგმა რეალურად რაღაც თვალსაჩინოდ კარგად ასახავს მის პრიორიტეტს, რომელიც სამწუხაროდ არ არის გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის ხელშეწყობა ამ ვითარებაში, არამედ ომის რადში იძლება სწრაფად დასრულება და უკვე თქვათ იქ რაღაცა უკრაინის დათმობები, რომელიც უკრაინას მოუწევს, იმისთვის არის მეორე ხარისხოვანი. აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ მედიის ყურადღება ძირითადად ყირიმის საკითხმა მიიქცია, რაც თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ძალიან საშიში პრეცედენტი იქნება მისი ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში. თუმცა აქ წინააღმდეგობის ძირითადი საკითხი უკრაინიდან რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ რაღაც არსებული ცნობების და რიტორიკის ანალიზი გავაკეთოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავარი წინააღმდეგობის წერტილი იქნებოდა არა იმდენად ყირიმის აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინას მის აღიარებას არ თხოვებს რუსეთის ტერიტორიად. რამდენად აი რას სულის ეს საკითხი შეიძლება ისე განვუმარტოთ მაყურებელს. ცხადია ის არ თხოვს ზელენსკის ამის მოცემულობის აღიარებას, მაგრამ ამ პუნქტში წერია, რომ შეერთებული შტატები